მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ნახოთ ასეთი გაშლა. აქვს თუ არა ამ ურთიერთობას მომავალი. ვნახოთ ეხლა პირველ რიგში ჩვენ აქ რა იქნება, რა ენერგიები არის თქვენს ურთიერთობაში ეხლა. რო გაიგოთ ეს თქვენია თუ არა და მე უკვე ყველა კითხვები კიდე მზად გვაქვს. ეხლა რა ენერგია არის თქვენს ურთიერთობაში. Так, შემდეგ მინდა ვნახოთ ეხლა სხვადასხვაზე მისი გრძნობები ეხლა რას გრძნობს სინამდვილეში მაინტერესებს თქვენს მიმართ გრძნობა გვაჩვენეთ სინამდვილეში. Так, მისი ნამდვილი განზრახვებით, აბა ვნახოთ და გეგმები. ეს არის და ვნახოთ ჩვენ ასეთი რამ ვკითხოთ ეხლა კიდე რა უშლის ხელს თქვენი ურთიერთობის განვითარებას, აი ასე ვკითხოთ. რა უშლის ხელს თქვენი ურთიერთობის განვითარებას და რა დაგეხმარებათ იმასში, რომ თქვენი, კავშირის გამყარებაში და ვნახოთ პერსპექტივა. პერსპექტივა ავიღოთ, ჩვენ ბევრ დროს არ ავიღებთ, მოდით, თქვათ ამ წლის ბოლომდე სიტყვაზე და ან ორი თვე აიღეთ, ვინც ეხლა და მე უყურებს ამ გაშლას. всё. რაღაც რთული პერიოდს კი განიცდით აქ თქვენ. კარგით, ვნახოთ ეხლა ჩვენ აქ რა ენერგია, ღმერთო ჩემო, რა ენერგია, აქ ესეთი ენერგია არის, რომ აი რა გითხრათ რა. აქ არის როგორი მომენტი. ძალიან მტკივნეული პროცესი მიდის. აქ შეიძლება როგორი სიტუაცია არის, იცით, ადამიანი არის თქვენ ხართ, მოდით, აგას თქვენი ენერგია მტკივნეულია, ძალიან მტკივნეული პროცესი მიდის. შეიძლება აქ ზოგმა даже აი ესეთ დონეზე არის, რომ საერთოდ აი ფიქრობს დავასრულო თუ ავიღო ეს შანსი, თუ კიდე დაველოდო. აი ეგეთი თემა, მაგრამ აი რო გითხრათ, რომ თქვენ ახლა ძალიან მოლოდინში ხართ, აი როგორ გაქვს, აი პატარა შანსი შეიძლება მივცე. აი ეგეთი თემა არის აქ. ეხლა პრინციპში ეს უფრო რა მაინტერესებს ეს ვისი საერთოდ თქვენი ენერგია. ან უბრალოდ მაჩვენებენ, რომ პატარა შანსი გაქვთ თქვენ რა ამ ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ ძალიან რაღაცა ბევრი ტკივილები არის რა. ბევრი რაღაცნაირად აი გული გატეხილი გაქვთ ორივეს შემიძლია გითხრათ და ნამდვილად აი როგორ არის ის აი გინდათ რომ ეს ყველაფერი ახლა გადასრულდეს რა. აქ რაღაც არასასიამოვნო შეიძლება საუბარი გქონდათ, ხო? აქ შეიძლება შანსი ნაძრას. ორივენი ხართ, თქვენ ალბათ ორივენი ხართ ეგეთ თემაში. იცით რომ ორივეს გაქვთ აი ეგეთი მომენტი, რომ შანსი კი, პატარა შანსი გვაქვს, მაგრამ ეხლა თქვენ შორის არის აქ სიჩუმე. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თუ სიჩუმე არა გაქვს, თქვენ ერთმანეთზე საუბრებით და რაღაცა ენერგიები, არა. აქ შეიძლება ადამიანი სხვათა შორის გითვალთვალებს და როცა გიყურებს, აი სადღაც ინტერნეტ სივრცეში შეიძლება ბევრს ფიქრობს რა ეს ადამიანი, მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, იცით? აი აქ ორივეს ენერგია, ამიტომ ვეთყოდი, რომ შეიძლება თქვენს უყურებთ დაუშვოთ მაგას ახლა ინტერნეტში რაღაცებს შეიძლება თვალიერებთ, თქვათ ან მის სურათებს ან რაღაცას, რა ვიცი, ან სტორებს, ვის რა, მაგრამ აი თითქოს აი სულ პატარა შანს კი, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ აქ შეიძლება უკვე არაერთხელ გქონდეთ თქვენ ეგეთი მომენტები, მაგრამ აი იმიტომ რომ თითქოს უკვე ისე ხართ, რომ რა ვიცი. Так, კარგით, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, სინამდვილეში მისი გრძნობა თქვენს მიმართ, მოდით ვნახოთ სინამდვილეში მისი გრძნობა. აქ როგორი მომენტი არის, იცით? აქ გრძნობა არის როგორი? პენტაკლების მეფის გამოდის. აქ უფრო даже ვეთყოდი მე ცხრიანი პენტაკლების. პენტაკლები როცა არის, ეს არის როცა აი
ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის, ძალიან даже ვეთყოთ ჩემი სამყარო. აი ნახეთ ახლა ამ ბოლო დროს თუ დააკვირდებით თქვენ, ჩვენთან შემოდის ადამიანი, რომელიც არ გვეუბნება ჩვენ დაუშვათ ახლა გრძნობას, აი თქვათ, ნუ დასების დონეზე. დასების დონეზე ეს როცა ამიტომ ეს კაცური სიყვარულით უყვარხართ, გაიგეთ? ანუ დასებით უფრო ეს არის ემოცია, ემოციურად უფრო ქალებს გვიყვარს ჩვენ, ხო? კაცებს აქვს სხვანაირი სიყვარული, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება თქვათ ქალი ვერ ხვდება ვაფშე სინამდვილეში როგორ ვუყვარ ვარ მაგას ახლა, ნუ ცივად იქცევა თქვათ, ან ვერ გამოხატავს თქვათ ახლა, ანუ იმ ალერს ველოდები ჩვენ, რომელიც არის ქალების პრეროგატივა. ჩვენ შეგვიძლია ჩავეხუტოთ თქვათ, ანუ ვეფეროთ, ვკოცნოთ, ნუ რაღაცა. ეს არის ჩვენი, ხო? კაცი გიპასუხებს მაგით, იმიტომ რომ შენ რო კოცნი, მასაც ხო სიამოვნებს ეს იგი სიამოვნო და ისეც მერე ეგრე გექცევა, მაგრამ კაცური სიყვარული ცოტა სხვანაირი რა, იმიტომ რომ ამათვის მნიშვნელოვანი მე ანუ ქმედებით თქვა თუნდაც ხო, რაღაცის ჩადებით, რაღაცას ვაკეთებ შენთვის, ხო ხვდებით რა? ანუ უფრო სხვანაირად გამოხატავენ ეგენი სიყვარულზე. ჩვენ როცა ვერ ვიღებთ კაცისგან თქვა, აი даже დააკვირდეთ ეხლა და ცოტა შეიძლება დაფიქრდეთ, თუ კაცი მარტო თქვენ ახლა გულებს გიგზავნის და მარტო სუსი-პუსის გეუბნებათ, ესე იგი ეს არ არის კაცური სიყვარული, ეს ცოტა რაღაცნაირად აი ნუ სხვა მომენტი, მოდით კაი არ ჩაუღრმავდებით მაგას, მაგრამ უბრალოდ ახლა აქ მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს აქ თქვენ გაფასებს ძალიან და ანუ ცხრიანი პენტაკლები ეს როცა ჩემი განძი არის, გაიგეთ? ანუ უმნიშვნელოვანესი არის რა. ანუ ქალი, რომელსაც მე თქვათ, აი აქ даже რას გაჩვენე, ეს მთელი ჩემი სამყარო არის რა. ანუ ადამიანი, რომელიც როცა მე ცუდად ვგრძნობს თავს, ვიცი რომ თქვათ ახლა მაძლევს ისეთ ენერგიას, ისე მავსებს და ანუ თქვენს გვერდით როცა არის ეს ადამიანი, მაგას შეუძლია ჩუმათაც იყოს, ხო და თქვენ გაუგებთ ამ სიჩუმეს, ხო? ანუ თქვენ თვითონ თან პლუს კიდე იმასაც მეუბნება აქ ამ გრძნობაში, რომ თქვენ არა ხართ ის ქალი, რომელიც დაუშვათ მისგან რამე სარგებლობას ელოდებით, ხო? თქვენ არა ხართ ის ქალი, რომელიც თქვათ ახლა დაუშვათ აი ფური მინდა შენიდან, თქვათ მეტი არაფერი, არა. თქვენ თვითონ ხართ თვითქმარი ქალი, თქვენ თვითონ შეგიძლიათ გქონდეს აი ის, რაც თქვენ გჭირდებათ და ანუ არანაირად არა ხართ მაგაზე დამოკიდებული რა. მაგრამ აი მისთვის ხარ თქვენ, როგორც აი ხო გითხარით, როგორც აი ჩემი სამყარო, ჩემი სინათლე, ჩემი ბედნიერება, ანუ ყველანაირ, ანუ მასშტაბურად თუ რამე შეიძლება კაცმა ინატროს, ხა? აი ეს ხარ თქვენ, იმიტომ რომ ამას გრძნობს თვითონ აჩვენებს უფრო მე რას ვგრძნობ, აი ხო, ну, პრინციპში ჩვენ ისიც ვკითხეთ, რას გგრძნობს, ხო? მე ვგრძნობ აი ამას, ამ მასშტაბს, ამ ქალის მასშტაბს, რომ ეს არის ძალიან მაგარი პოზიცია. ეს იმიტომ რომ აქ ადამიანმა დარწმუნებული არის, თქვენ ისეთი ქალი ხართ, აი სრულყოფილი, რომ მინდა რომ თქვა რა, იმიტომ რომ აქ ქალი არ გაეკიდება, ხო? იცის მაგან, თავისი ფასი იცის მაგან და თქვენ რო თქვენი ფასი იცით, ისეც გაფასებს თქვენ ძალიან, გაიგეთ? იცის რომ თქვენ ახლა ხართ აი როგორი ადამიანი იცით რომ ანუ ყველაფერი თუ რამეს თქვენ თუნდაც მოისურვებთ, ყველაფერი შეგიძლიათ თქვენ მაგის დამოუკიდებლადაც გააკეთოთ, მაგრამ აი აქ პენტაკლების მეფე, მაგრამ აი ეს ადამიანი როცა ქალი არაფერს არ ეთხოვს, შეიძლება თვითონაც უფიქრდება, აი მე რა შემიძლია გავაკეთო მისთვის რა. მე შეიძლება კი ასეთ მდგომარეობაში რთულიც არის, თქვა კაცისთვის, რომ აი მე რა შემიძლია მივსცე მაგ ხალხს, იმიტომ რომ თვითონ აქ ყველაფერი და თვითონ თუ რამე უნდა კი ბატონო, მაგრამ ამავე დროს იცის რომ თქვენ მაგას ელოდებით, ეგაც იცის ძალიან კარგად, იმის მიუხედავად, აი აქ არ ელოდებით, ნახოთ რომ ბინისკირა მაგ გადასახდელი და ველოდები როდის მოვა და გადამიხდეს. არა. აქ არ ელოდებით თქვენ, იმიტომ რომ თქვათ ახლა საჭმელი-სასმელი არა გაქვს და მაგიტომ არა. აქ იცის მაგან თქვენ რა დონის ადამიანი ხართ, რომ თქვენ მაგისთვის არ ელოდებით, რომ მან იმის მიუხედავად აქ საჯარო გაშლა, შეიძლება ფულიანი ტიპიც იყოს რა და თქვათ აქ მაგას საშუალებები, რომ თქვათ შენ ყველაფერი გაგიკეთოს, ყველაფრით უზრუნველყოს, მაგრამ აი ფიქრობს, რომ არა. სულ სხვა არის ეს ქალი და მაგას არ უყურებს, მაგას არ ელოდება. ნუ თუ თქვენ მიხვდით რომ ეს თქვენზე, ესე იგი ხო.
ნახოთ მისი ნამდვილი განსხვავებები და გეგმები, ნახოთ ჩვენ მისი ნამდვილი. ნუ აქ როგორც გითხარით რა, ძალიან რთულია მაგისტრის, აი ესეთ როგორც თქვი წეღან, ძალიან რთულია მისთვის აი ამ ყველაფრის გათეცნობიერება, იმიტომ რომ უნდა რა ნამდვილად უნდა რომ უკვე ძალიან თვითონ განცდაში არის, ხო გითხარით, აი ძალიან დიდი განცდა, ძალიან ბევრი ფიქრები აქვს, ძალიან აი იცის რომ პრინციპში ყველაფერი უკვე დავანგრიე, თუ რამე შემეძლო, ხო? უკვე ყველაფერი თუ რა გეტყობა ეს ბიჭისგან მოდის ეს რეაქცია. უკვე ვიცი რომ ყველანაირად ეხლა აი წავიდე, რა ვიცი, რა შანსები მაქვს უკვე რა. მაგრამ მაინც აქ რაღაცნაირად აი აქ როგორი თემაა, იცით რომ აი გავრისკავ რა, მაინც გავრისკავ რა. მაინც ვეცდები რომ გავაკეთო რაღაცა. კიდე. კი. აი თითქოს როგორი აი გეუბნებით ამ ადამიანს აქ როგორი სიტუაცია, იცით? კი ბატონო, ეს ადამიანი ხდება რომ აი აბსოლუტურად ეხლა არის აი აქაც ხრიანი იყო იმისი რა ქვია, ნუ განდეგელი ხო? ანუ ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ ეხლა ხრიანი ეს არის როცა უკვე რაღაცა ბოლავდება სიტუაცია რა და ძალიან კარგად იცის რომ მე ეხლა კი რთულია ჩემთვის კი ბატონო კი აი დაუშვათ არ ვიცი რამდენად თქვათ ეხლა რამე გამომივა მაგრამ მთელი ჩემი ძალა უნდა მოვიკრიფო იმიტომ რომ ძალიან მიზიდავს ანუ თქვენ როგორი ადამიანი ხართ იცით აი ძალიან უშვალო იმის მიუხედავად რომ უძლიერესი ხართ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანის გაგება, შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანის მიღება და ანუ მაგრამ ეს ახლა კი ფიქრობს რომ ახლა მაგ კიდე პრინციპში ახლა კი ძნელია ჩემთვის მაგრამ მე თუ მინდა რომ ეს ვიყოთ ჩვენ ერთად და ბედნიერად და მე თუ მინდა რომ კარგად ვიყო, ხო? მე მინდა აი რაღაცა უნდა გავაკეთო. ნუ ვნახოთ ახლა ხო, იმიტომ რომ იცის რომ აი თქვენს ზიხართ და ელოდებით, მაგრამ ეს მაგანაც იცის, ნუ შეიძლება ფიქრობს როგორ ხო, უკვე დამშვიდდა, დაწყნარდა ალბათ დრო გავიდა და უნდა გავრისკო, უნდა გავაკეთო რაღაცა. აქ კამათი იყო. და ეხლა ფიქრობს, რომ რაღაცა უნდა გავაკეთო რა, უნდა მივწერო, შეიძლება даже ზოგი ფიქრობს ბოდიში მოვიხადო რა. რომ აი ამდენი ხანი მე არაფერს არ ვაკეთებდი ამ დროს, მე მიყვარს და ეს სიყვარული ამ ადამიანს აი ძალიან ცუდ ენერგიებში აგდებს, რა ცუდ ენერგიებში, იცი? ცუდად ვარ, რთულად ვგრძნობ თავს, ღამე არ მძინავს. აი ღამე არის მაგისტრის ყველაზე მძიმე პროცესი, იმიტომ რომ ზოგი ხო წვება და იძინებს. ეს არა, ზუსტად მაგ დროს მოდის ეს ფიქრები, შეიძლება დღის განმავლობაში კიდე რაღაცას აკეთებს, თქვათ, რაღაცას თქვათ, ნუ მეგობრებთან ატარებს დროს, ან ნუ რაღაცას შვება, ხო? მაგრამ აქ როგორი სიტუაცია, იცით, როცა ადამიანი წვება, აი მაგ დროს მოდის ფიქრები, მაგ დროს ათვალიერებს შეიძლება ფეიკიდანაც კი, აი თქვენს, თქვათ, რო გითხარით, გითვალთვალებს თქვენს, ნუ სურათებს, თქვენს რა ხდება, როგორ ხდება და ასე შემდეგ. ხედავს, რომ თქვენ დაუშვათ შეიძლება ერთობით ვინმესთან, ხო? ხედავს, რომ თქვენ დაუშვათ ახლა, ანუ აი ყველაფერს თავში ატრიალებს რა, თითქოს რომ აი უნდა ყველაფრის გაგება რა. არაფერს არ აკეთებს, თქვათ, ქმედებას მე აქ ვერ ვხედავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი სულ რაღაცას ფიქრობს და სულ უყურებს, აი ასე ზის და სულ ფიქრობს, იმიტომ რომ იცით რომ დრო მიდის და ეს თუ არაფერს არ იზავს, ნუ კიდე თუ გავიდე დრო, ვაფშე მაშინ ყველაფერი შეიძლება დასრულდეს და ამიტომ აქ პრინციპში ქმედებებში აქ ამას ახლა ფიქრი, მაგრამ აქ შეიძლება ფინანსური მდგომარეობა ცოტა ისეთი აქვს, რა ვიცი, შეიძლება სამუშაოს ეძებს კიდე ეს ადამიანი და ფიქრობს, რომ ანუ სამსახური მჭირდება, შემოსავალი მჭირდება, მაგრამ ამავე დროს აქ დროსაც მაჩვენებს, რომ დრო მიდის და უკვე შეიძლება, ნუ თუ არ გავაკეთეს სწორი არჩევანი, მაშინ ვაფშე სულ ყველაფერს დავკარგავ რა და მე მინდა მაგ გოგოსთან, მინდა ურთიერთობა, მინდა ყველაფერი გავაგრძელო, თქვა, თუნდაც რაღაცა იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მაგისთვის თქვენი ურთიერთობა, თქვენი კომუნიკაცია, უბრალოდ არ იცის როგორ რა გააკეთოს, რითი დაიწყოს და ამიტომ დროს ძალიან წელავს სხვათა შორის, მაგრამ
აუცილებლად აპირებს ნაბიჯს რა, ან ჩამოვა და ან მოგწერთ, იმიტომ რომ უკვე თვითონაც შეუძლებელია თქვენი ენერგია მაგას ჭირდება იმისთვის, რომ ის სიცოცხლე გააგრძელოს, ასე რომ ვთქვათ რა, ჭირდებით თქვენ მაგისთვის რა. რა უშლის ხელს, ნახოთ ჩვენ ახლა. რა უშლის ხელს, დაკაც ავიღოთ რა. ისტორია მოგვიყვა საინტერესო, ხო? მოდით ნახოთ რა უშლის ხელს, ახლა თქვენი ურთიერთობის განვითარებას, რა უშლის ხელს. ნუ აი ეს არის რა უშლის ხელს და გეტყვით მე რაც უშლის ხელს. აქ არის უდიდესი ტრანსფორმაციული პერიოდი. თქვენი წყვილი განიცდის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. ნახეთ, ეს ხდება ყოველთვის. რანაირი იდეალური ურთიერთობა არ უნდა იყოს, რანაირი გადასარევი ცოლ-ქმარი, ან ისე არა ხარ ცოლ-ქმარი, ყოველთვის რაღაცა პერიოდი ხდება იმისი, რომ უნდა გაიაროს ტრანსფორმაცია ურთიერთობამ რა. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ახლა მარტო ურთიერთობაში იმისთვის, რომ გქონდეს ვთქვათ ახლა ეს უტკბილისი მომენტები. ეს არის ჩვენი შობლება, ხო? სულების, როცა ჩვენ აქ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ აქ სამუშაოდ. და ეს პერიოდები, როცა ჩვენ კარგად ვარ, არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება თვეები, დღეები, წლები. ესე იგი, თუ წლები გაქვს შენ ეს ბედნიერი პერიოდი ადამიანთან, ესე იგი შენ უკვე იმდენი დაამუშავე, იმდენად ხარ დამუშავებულები ორივენი, რომ თქვა წინა ცხოვრებაში, ხო? წინა განსახიერებაში, რომ უკვე აქ უკვე თქვენ ხართ როგორ იცით, რომ გეძლევიან უფრო მეტ დროს იმისათვის, რომ თქვენ გაიაროთ. ნუ პრინციპში ესეთი ადამიანები, ისეთ წლები კარგი ურთიერთობა აქვს, მე ვიცი, არც უყურებენ არასოდეს ასეთ გაშლებს. აქ უფრო გაშლებს უყურებენ უფრო ადამიანები, ვინც მართლა უფრო კარმულში, უფრო ანუ რაღაცა უნდა დავამუშავოთ, იმიტომ უყურებთ ჩვენ გაშლას, რომ აი ახლა ამ ეტაპზე რა ხდება, მინდა გავიგო, რომ თქვა დაუშვათ ახლა ვიცოდე მაინც რა, ნუ თუ თქვენ იღებთ აქედან ესეთ ინფორმაციას, რომელიც თქვენ გეხმარებათ, ეს არის ძალიან მაგარი რა, რომ მაინც გაითვალისწინოთ, თუნდაც საჯაროა, კი ბატონო, ახლა მაგრამ მაინც. და აი ახლა ნახათ რა გიშლით ხელს, რომ აი აქ სულიერი ტრანსფორმაცია უნდა გაიგოთ. სამი მაღალი არკანი არის. ზომიერება არის, მე-13 არკანი და არის იუსტიციის არკანი. ეს რას ნიშნავს, რომ თქვენ აქ გადიხართ, ახლა გადადიხართ რაღაცა სხვა ეტაპზე. იმიტომ რომ აი როგორც იყო უკვე всё მორჩა, აი როგორც გითხარით, წვილი განიცდის ახლა რაღაცა სერიოზულ ეტაპს რა. აი ნახოთ კი რა როგორ გამოხვალთ აქედან. იმიტომ რომ უკვე მოვიდა დრო მოვიდა. აი ნახეთ აქაც გოგოს ახლა გაჩვენებ ცოტა ესეთი არის ნახეთ. აი იუსტიცია დრო მოვიდა, ნახეთ თითი აწეული აქვს. დრო მოვიდა იმისათვის რომ თქვენ შეცვალოთ ყველაფერი თქვენს ურთიერთობაში უკვე და დაფიქრდეთ. ჩვენ ახლა გაძლევთ მაგის საშუალებას, რომ თქვენ შეცვალოთ, მორჩეთ. თქვენ შეიძლება რაღაცა პერიოდი, რომელიც იყო თქვენს ურთიერთობაში, უკვე მოკვდა, ასე რომ თქვა და მორჩა. უნდა შეცვალოთ მიდგომა და ამიტომ აქ უბრალოდ დრო რომ მიდის, გაიგეთ ესე რა ვქვა, თქვენ ხელს რა გიშლის, თუ თქვენ დროს წელავ და არ შედიხართ, ხო? ამ ტრანსფორმაციაში და სულ თქვათ ახლა რაღაცა წინააღმდეგობა გაქვთ, ხო? და არ მინდა, არ მივიღებ გაკვეთილს. არ მაინტერესებს თქვა თქვენ უშვერთ თიც იმაზე, რომ ის არის ცუდი. ის არა შენ ხარ ცუდი, აი ეს ძალიან გიშლით ხელს, იმიტომ რომ დრო არის იმისი, რომ თქვენ დაფიქრდეთ ყველაფერზე, კითხვები თქვენს თავს დაუსვათ, რისთვის არის ჩემთვის ეს სიტუაცია, ამისთვის კიდე 1000 ჯერ ვიმეორებ და ვეტყვი, რომ ძალიან მაგარია, როცა მატრიცასთან ერთად ვაკეთებ, იმიტომ რომ იქ ყველა თქვენი პროგრამები აბსოლუტურად არის და ამიტომ ძალიან ადვილია გაიგო, რისთვის, რას გადეხარ შენ ახლა ამ პარტნიორთან და რა უნდა გაიგო, იმიტომ რომ ზოგჯერ ზიხარ და ვერ ხვდები რა უნდა გავიგო, ვერ გავიგე, რისთვის ვიძახო, ხო? არა, კიდე ბევრჯერ ვთქვა, რისთვის კი მოგივა პასუხი, მაგრამ მაინც აი მე გიждდები მატრიცაზე, იმიტომ რომ იქ ყველა ეგრევე რაღაცა პროგრამა, რომელიც არის უშუალოდ აი ეხლა ან ამ ეტაპზე გადიხარ ამ პარტნიორთან, ან შეიძლება თქვათ ეხლა ნუ დასამთავრებელია თუ ნუ ყველას თავისი ხო ხვდებით რა. აი ეს არის და აი აქ არის რომ თქვენ თითქოს აი დრო გადის და თქვენ არ იღებთ იმას რომ თქვათ ახლა აქ რამე შეცვალოთ. აი ეს გიშლით თქვენ ხელს, რაც უფრო მალე მიხვდებით და რაც უფრო მალე გააკეთებ, უფრო მალე თქვენი სიტუაცია შეიცვლება, ეგ იცოდეთ რა.
ვნახოთ ახლა ჩვენ რა დაგეხმარებათ თქვენ იმაში, რომ თქვენი კავშირი უფრო გამყარდეს, ხო? რა დაგეხმარებათ, ვნახოთ ჩვენ. ნუ აქ პირველ რიგში დაგეხმარებათ თქვენი სიყვარული. თქვენი სიყვარული, იმიტომ რომ აქ არის მთავარი, აქ არის სიყვარული ამ ურთიერთობაში. კი თქვენ ჩხუბობთ, კი თქვენ ბრაზდებით, კი თქვენ გაქვთ ისეთი სიტუაციები, რომ უკვე შეიძლება ერთმანეთი ზოგჯერ გეჯავრებათ და სულ ომში ხართ, ხო? მაგრამ აქ არის აი ვარსკვლავი, დრომ კურნალია რაღაცნაირად ეს მომდის, იცით? აი ყველა ვარიანტში, თან პლუს კიდე თქვენ ხართ, აი დამერწმუნეთ, აქ არის წყვილი, რომელიც არის ერთი ვარსკვლავთა ოჯახიდან. ეს რას ნიშნავს, რომ ანუ იმას ნიშნავს, რომ არა ხართ თქვენ უბრალოდ პარტნიორები ერთმანეთისთვის. და ამიტომ კი, როგორც არ უნდა იყოს, თქვენ გაქვთ აქ როგორი მომენტი, იცით? აი ხანძლივი ურთიერთობა არის აქ. აქ არ არის ახლა ერთწლიანი ურთიერთობა. აქ არის ჩაფიქრებული სიტუაცია, რომ თქვენ უნდა გაიაროთ ერთ, მაგრამ რა არის, იცით, თქვენ გეძლებათ სიყვარული. პრინციპში აი ეს მიყვარს მე ყველაზე ძალიან კარმული ურთიერთობაში რა. აი ადამიანებს აძლევენ რაღაც არაჩვეულებრივ სიყვარულს. კი, ზოგჯერ ვიტანჯებით ამ სიყვარულს, ზოგჯერ, მაგრამ აი შეგიძლია, ანუ მაინც ეს გაძლებინებს რა. თორე აი წარმოიდგინეთ ახლა როცა ადამიანთან უბრალოდ მიჯაჭვული ხარ, ნუ ან რაღაცა ან ხო გეუბნებით, აი აქ როგორც ჩვენ ვთქვით, ხო, რომ არა ხარ შენ ადამიანზე, თქვათ, ნუ დამოკიდებული ან ფინანსურად წარმოიდგინე, ადამიანი გეზიზღება, გეჯავრება, მაგრამ თქვათ ახლა ფულს გაძლევს სიტყვაზე და ყველანაირად მარტო აი ფულით რო და შენს რა უნდა ვქნა, ახლა ნუ მარტო ფულის გამო ახლა რა უყო, ხო, აქაც კარმული თემა არის, რა თქმა უნდა, შენი ფასი უნდა იცოდე და შენი შესაძლებლობები გამოიყენო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სხვა თემაა. მაგრამ აი როცა არის იმენა ეს სიყვარული რაღაც აქ არის თასების ტუზი, ანუ ეს უფრო როგორი მომენტი, იცით? აი როცა ეს არის რაღაცა კი, ბევრი, ანუ აქ ნახეთ როგორი თასი ჩვენ ხო ვიცით, რომ ძალიან ზოგჯერ არის ძალიან ულამაზესი. აქ ცოტა ისეთი თასი, რომ აი ეს სიყვარული კი მტკივნეული კი, მაგრამ აი ამ ნახეთ აქ გემი არის რა. მაგრამ ამ სიყვარულს შეუძლია რომ აი ეს წაგვიყვანოს წინ, იმიტომ რომ გემი ხო მიდის წინ, ნახეთ, რომ ესე რა ქვია და პლუს კიდე ნახეთ, გემი რომელიც ნახეთ აქ მიწა ეს ამ სიყვარულს შეუძლია ისევ დაგვაბრუნოს ერთმანეთთან. მიხვდით? და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რაც თქვენ ნუ დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ურთიერთობა იყოს, რომ აქ ადამიანებს უყვართ და შეიძლება კი იჩხუბეს, ისევ შერიგდნენ, იჩხუბეს, კიდე შერიგდნენ. და ამ სიყვარულით ხართ და ძალიან მნიშვნელოვანი იმის მიუხედავად, რომ კი უკვე ეს გემით საწოდავი რას გავს, ხო, უკვე ნერვები გაქვთ მოშლილი ორივეს, მაგრამ ნუ მაინც არის რაღაცა აქ მნიშვნელოვანი ამოცანები და თან პლუს კიდე მე იმასაც გეტყვით, რომ თქვენ ახლა შეიძლება მაგას ვერ ხედავთ, ან ვერ გრძნობ, ანუ პრინციპში უნდა იგრძნოთ, რომ აქ უზომო ტრანსფორმაციული თემა არის, უკარმული 100%-იანი არის ეს ურთიერთობა, მაგრამ აი აქ არის ზუსტად ეს მომენტი, როცა ადამიანები აი ამ ჩხუბში, აი ამ რაღაცაში, ხო, თქვენი, აი ვარსკვლავი კიდე გვაჩვენებს ჩვენ რას, რომ იხსნება თქვენი რაღაცა ნიჭი. კი არის ეს ურთიერთობა ციკლური სულ, ხო, დაუშვათ და ნუ ესე ბევრჯერ მეორდება აქ თემა, ხო, თქვათ ახლა, მაგრამ აი დაგეხმარა სიყვარული მაინც დაგეხმარება თქვენ, რომ ზოგისთვის რომ თავისი ნიჭი გახსნას იმის მიუხედავად, რომ ეს ვაფშე მტკივნეულია. ძალიან და აქ თითქოს აი ადამიანს ურტყავენ თავზე, რომ ნუ რაღაცა ქენი რა, ხო შეიძლება რაღაცა გააკეთო. მიდე აი რა უშლის ხელს. ნუ დაიწყე განვითარება, თუნდაც სულიერი, მარტო მიწიერ ცხოვრებით ხო არ იცხოვრებ, მაინც არ მოგცემთ მაგის საშუალებას, მაინც რაღაცას ვიზავთ, ხო? და აი ამიტომ აქ თუ შენ არ ეწინააღმდეგები მაღალ ძალებს, ხო? კაი ადამიანი ხარ და კარგი და ესე რა ქვია, უფრო გექნება კიდე უფრო და უფრო წინსვლა. კარგით, ნახოთ და მოგეშვებიან და მე უფრო იქნებით კარგად და ბედნიერად, იმიტომ რომ პრინციპში თქვენს გინდათ ერთმანეთთან, გინდათ იმის მიუხედავად, რომ ცალ-ცალკე ხართ ახლა. ნუ აქ კიდე მაჩვენებენ, ნახეთ ახლა ვინც უყურებს გაშლებს ჩემთან, სულ გახსენდებათ, ხო? რომ მე გეუბნები, გითხარით, მე მგონი, ნუ ამ დღეებში.
არის როცა კარმულში გადიან ადამიანები, აი სულ თქვათ ერთად და იხარშებიან ერთ ოჯახში 30 წელი ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთს ხოცავენ, რა ვიცი, კარში, მაგრამ ერთად. მაგრამ არიან წყვილები, რომელსაც აძლევენ, აი ეს არის თითქოს ამოსუნთქვის მომენტი, რომ გაშორებენ რა. კი, ეგაც მტკივნეულია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი იმ დაშორებაში თქვენ სტაბილურდებით, თქვენ უფრო გიყვარდებათ ერთმანეთი. კი, თავიდან შეიძლება მიდის ეს პროცესები, რომ აი მეჯავრები მიზეზღები, შენ დანახვა არ მინდა, შენ ასეთო ისეთო, მერე უკვე წყნარდება სიტუაცია, ლაგდება, მერე ისევ გინდა და მერე უკვე უფიქრდები, აი რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ რადგან მე ასე მიზიდავს ეს ადამიანი და შეიძლება თქვა ადამიანიც ახლა თავიდან ჩაიკეთოს, მე ვთქვათ რაღაცა ნიშანი მოგცა, თქვა დაინახეთ, რომ ვთქვათ რამე, ნუ რაღაცა ვთქვათ სოციქსელში რაღაცა ნიშანი მოგცა, თქვენ უკვე ისე ამოდი, ანუ ეს თქვენი გული ისე გეუბნებათ, რომ ნუ ხო გიყვარს რა, ნუ თუ გიყვარს, ნუ დაფიქრდე შენს რა უნდა გააკეთო, რომ იქნება რაღაცა შენშია პრობლემა და არა მხოლოდ მაგასში რა, ხო შეიძლება რომ ეგეც იყოს რა, ისე რომ ვთქვათ, მაგრამ პრინციპში ეგ არის თავი და თავი, მაგრამ ჩვენ ხშირად ამას არ ვფიქრდებით რა. უფრო პარტნიორს ყოველთვის ჩვენ ვაბრალებთ. აი ეს მომენტი არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი და ეს გაითვალისწინეთ თქვენ რომ აგეც რისთვის და ნუ ნახოთ მომავალი თქვენი როგორ იქნება თქვენი მომავალი აი იმ პერიოდში რა პერიოდის ჩვენ ავიღეთ აქ შემიძლია გითხრათ ეს მომენტი რომ აქ იქნება მშვენიერი მომავალი აქ შეიცვლება სიტუაცია ნამდვილად და აქ გამოჩნდება თქვენი ადამიანი ნამდვილად მაგას თვითბედი მოიყვანს მოდით და იქნება როგორ იცით როგორც თქვენ გინდათ გოგოებო ისე იქნება იტყობა გაივლის რაღაცა გაკვეთილს ეს თქვენი პარტნიორი წავიდა დასთან ხო ну აქ ეგეთი მომენტი კი აქ ვაჩვენებენ ის მომენტს რომ თქვა აქ კიდევ ნახეთ რას გეტყვით ორ ვარიანტს გეტყვით ჩემო სიხარულებო ორ ვარიანტს გეტყვით შეიძლება მართლა ზოგი მაინც დაასრულებს ну ახლა ნახეთ კარმულში ეგ ასეა თუ არ მიდის განვითარება და ჩვენ გვაჩვენეს აქ რომ თქვენ შეიძლება შეჩერებულები ხართ რა და არ მიდიხართ იმ განვითარებაში არ ცვლით იმიტომ რომ ნახეთ გოგო არის თავი გოგო იწყებს მერე ბიჭზე მიდის პროექცია ხო თუ გოგო ჯიუთდება და იძახას რომ ეს ყველაფერი სისულელია რაღაცა არ მინდა მე ეგ რაღაცები თავი დამანები ну ახლა პრინციპში აქ არც გაჩერდება ჩემ არხზე გასაგებია მაშინ კი აი და არის მომენტი როცა გოგო ვითარდება გოგო მიდის წინ მაგრამ ბიჭი ცოტა ბავშვურად იქცევა და არ უნდა არანაირი ცვლილება ხო მერე უკვე თანდათან უკვე გბეზრდება ადამიანსაც შეიძლება თქვენ ახლა აქ წლები ხართ ერთად და არაფერი არ იცვლება სიტყვაზე და აი ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ურთიერთობა კიდევაც დასრულდეს მივხვდით? მაგრამ ამავე დროულად აქ შეიძლება სიტუაცია როგორ იყოს, იცით, რომ იმოქმედებს ამაზე, თქვათ, ეს აქ ესეთი არის, რა ქვია, ფორტუნა, ნახეთ როგორია, როგორც აი წისკვილი რა, ფქვავს და უკვე მოხდება რაღაცას დაფქვავს რა, რო იტყვიან და შეიძლება აქ თქვენი ну ეს სირთულეები შეიძლება დასრულდეს კიდევაც რა და ეს ბიჭი მიხვდება რომ ეს პასუხისმგებლობა უნდა ავიღო რამდენადაც სირთულე არ არის ჩემთვის და უკვე დაიწყება რაღაცა შეიძლება ახალი პერიოდი და კი ბატონო არის აქ ესეთი მომენტი რომ შეიძლება ანუ არის ხო გეუბნები შეიძლება გოგო გამოვავშე ამ ილუზიებიდან იწყვეს რომ რა ვქნა რა გავაკეთო ეს ადამიანი არ იცვლება და წახვალ თქვენ თვითონ წინ იმიტომ რომ უკვე აღარ მინდა მე ახლა ეს ყველაფერი რო თქვა ამას უყურო ვარდისფერი სათვალეებით რა კიდე რა შეიძლება იყოს ну კი ბატონო აქ არის იმპერატრიცე ჩემო სიხარულებო იმპერატრიცე რომელიც ამბობს რომ მე ხა ეს ტანჯვები და ეს რაღაცები არ მინდა არა მე ძალიან მშვენივრად კარგად ვიცი ჩემი ფასი და ამიტომ თუ შენ ისე გააგრძელებ როგორც აგრძელებდი ну ნამდვილად ეხლა აქ არა მგონია თქვენ მიიღოთ კი რა მე ეგეთი რა თუ ისწავლა ხო თუ არა და თქვენ წახვალთ თქვენ დაანებებთ ას იმის მიუხედავად რომ აქ ძალიან ეს ადამიანი თქვენთვის მნიშვნელოვანი მაგრამ თქვენ აქ როგორ ხართ თქვენ არ გინდათ რომ იყოთ თქვათ ახლა მისი მშველელი თქვენ გინდათ რომ ისიამოვნოთ ამ ურთიერთობიდან და სულ რომ შენ გათრიო იმის მიუხედავად აი დაუშვათ ახლა
კი, არის თქვენთვის ეს ადამიანი, თქვათ, ნუ როგორ არის, იცით, თქვენ შეიძლება თუ ვერ ტოვებთ, აი შეიძლება გაქვთ ბავშვური პროგრამა, როგორი იცი, რომ აი მე მიმატოვეს და ამიტომ ეხლა მეცოდება, აი ბავშვობაში თუ დაუშვათ თქვენ ეხლა მშობელი, თქვათ, ნუ დედა სიტყვაზე მუშაობდა, გტოვებდეთ ხშირად, ან მიდიოდა სადღეზე, სულ თითქოს მიტოვებულის გრძნობა გქონდათ, აი მიტოვებული ვარ, ხო? და შეიძლება ამ შემთხვევაში ზოგჯერ უჩნდება ადამიანს ისეთი მომენტი, რომ აი მეცოდება, ვერ დავტოვებ. გაიგეთ, ანუ მე ვიცი ეს რამდენად მტკივნეულია შეიძლება, ახლა ისე ვერ აღიგვავს საიდან ვიცი, მაგრამ იცით ეს ბავშვებიდან მოდის ეს ტრამვა, ხო? მაგრამ ამავდროულად თქვენ გინდათ რომ ახლა აქეთ მიშველეთ რა. მე მინდა სიამოვნება მივიღო და არა ეს მართლა ეს მშველელები იყო რა. კიდე რა პერსპექტივა არის აქ ახლა. ნუ ზოგისთვის კი ბატონო ეძლევა შანსი, რომ თქვათ ახლა ნუ მოდი კიდევ სინჯოთ, კი ბატონო. მოდი კიდევ სინჯოთ რა. მოდი კიდე გავაგრძელოთ, მოდი კიდევ. მაგრამ ნუ არჩევანს მაინც ანუ ბედი რას ამბობს, ის შენ როგორც გინდა, პრინციპში შენ კი გაიზარდე, შენ კი უფრო მეტი ზღირსი ხარ, კი. მაგრამ არჩევანს მოგცემ. თუ გინდა, კი ბატონო, ნუ მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე აქ რაც ვხედავ, იცით რომ თქვენ არანაირ აი გამოდიხართ, როგორ იცით თქვენ აღარ იქნებით უკვე ამ სხერფის როლში, თქვენ უკვე აღარ იქნებით ისეთ ენერგიაში, როცა თქვათ ახლა რა ოღონდ ჩემ გვერდით იყავი და მეც შენთან ვიქნები, არა, თუ წამომყვები, თუ შენ გინდა ჩემთან ერთად, მე შენ ენერგიას მოგცემ და გაგინადებ ამ გზას. თუ არ გინდა და უკვე ნუ რა თქმა უნდა ეხა როგორც შენ გინდა. აქ პრინციპში ბედი ჩაერევა აქ თვითონ და დაგეხმარება თქვენ, კი, ძალასაც მოგცემთ, ყველაფერსაც მოგცემთ აუცილებლად იმისათვის, რომ თქვენ ეხლა ან ეს ადამიანი დატოვოთ, ან ამ ადამიანსაც მისცემენ შეიძლება შანს კიდე რომ დაუშვათ ეხლა ნუ ისწავლოს ჭკუა რა. თუ შეიცვალა გოგოებო, აი ამან თუ მიიღო ეს გაკვეთილი, რაც გითხარით, რაც გიშლით ხელს, ხო? მაგრამ თუ მართლა გაი ჩვენ ხო გვეუბნებათ, რომ გვიყვება რა, სავარაუდოდ როგორ შეიძლება იყოს, ხო? და გვეუბნება რა სიტუაციაში შეიძლება თქვა თქვენი ან დაშორება, ან თქვა გაგრძელება, იმიტომ რომ საჯარო გაშლა აქ ხო ერთი ადამიანი ხო არ მიყურებს, ხო? ნუ даже მაგ შემთხვევაშიც თქვენ რო იცოდეთ, ყოველთვის სამყარო გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ჩვენ ავირჩიოთ ჩვენი გზა. ანუ შენ შეიძლება გინდა ეხლა ასეთ ურთიერთობაში ყოფნა სიამოვნებს და ეხლა ყველაფრის მიუხედავად, ნუ ეხლა შენთვის ეს არის ადრენალინი და ხარ თქვათ, ხო? სულ თქვათ წიოქში რა იტალიური მას რო იცახენ ოჯახებს, ხო? ნუ მოგწონს, ხო, ეს სიტყვა. მაგრამ და ამიტომ იყავი. მაგრამ გეუბნებით რომ აი ეს იქნება, ხო? თუ დაუშვათ ეხლა ადამიანი თქვენი ბიჭიც თქვათ, ხო, დაუშვათ და ფიქრდება კარგად, ხო? როცა აი აქ ძალიან როგორი ადამიანი არასტანდარტული არის თვითონ რა. ეს ადამიანი უყურებს ბევრ რაღაცას, აი სულ სხვანაირად რა, მაგრამ შეიძლება აი თვითონ აი აქ მაჩვენებენ ეგრევე თუ ამ ადამიანმა ეს ცვლილებები მიიღო, თუ ამ თქვენმა ადამიანმა დაამუშავა ეს ყველაფერი, ხო? და აქ უკვე და გავიდა ისეთ ენერგიაში, რომ თქვათ მე თვითონ ყველაფერიც შემიძლია თქვათ, მე ვიმოქმედებ, მე ავიღებ პასუხისმგებლობა, ხო? აი მაგ შემთხვევაში კი ბატონო, გაძლევენ შანსს. მაგ შემთხვევაში კიდე აძლევენ შანსს, რომ მაგრამ ნუ აქ ყველა ვარიანტში ხა გოგო მშვენივრად კარგად იქნება, შემიძლია გითხრათ, კი. გოგოებო, აქ არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცასთან ვაფშე მოდის ახალი ადამიანი. ხო გეუბნები, აი ვინც გოგო თუ უარი თქვა ამ ბიჭზე, თუ ბიჭი არ შეცვლილა, არაფერი არ მიიღო ეს გაკვეთილები, იმიტომ რომ აქ წელავს, ხო? თქვენ იცოდეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში ვაფშე სხვა ადამიანი მოვა. იმიტომ რომ თქვენ კიდე თუ ამ ადამიანმა არაფერი არ გააკეთა, თქვენ
ვაფშე აღარ დაელოდებით. იმიტომ რომ თქვენ კი ელოდებით მაგის ქმედებას, თქვენ თვითონ ბევრ ამას აკეთებთ იმისთვის რომ მან ემოქმედა, თქვენ უკვე აი რა ვიცი, ყველაფერი თუ რამე შესაძლებელი იყო, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ამ ადამიანისგან ყოფილიყო, თქვათ, ნუ ან ცვლილებები, ან რაღაცები და თუ დაუშვათ ამ ადამიანმა, თქვათ, არ აიღო ეს შესაძლებლობა, მაშინ გეუბნებით, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ვაფშე ახალი ადამიანი, ჯერ მაგას ვაფშე არ იცნობ თქვენ საერთოდ, მაგრამ აქ მაჩვენებენ, რომ სივრცეს აქ უკვე თქვენთვის გამზადებული ადამიანი, რომელიც ჯერ დგას რიგში და გელოდება თქვენ, სანამ თქვენს გაევლით ამაზე. ეს ადამიანი მოდის უკვე იმისათვის, რომ თქვენ ნამდვილად მოგიტანოს ბედნიერება რა. ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენ პრინციპში უკვე რამდენი კიდე უნდა აიაროთ რა. ნუ აქ მაჩვენებენ კიდე რომ ისე რა ქვია. დამთავრდება ამით თქვენი აი ესეთი სირთულეები და თქვენ აი აქ კი ბატონო. გოგოებო, აი კიდე გეტყვით ერთხელ რომ კი თქვენ ელოდებით ამ თქვენ მამაკაცს რომელიც არის აი ესეთ მდგომარეობაში, კი თქვენ კი ბრაზდებით ძალიან იმაზე რომ ეს ადამიანი თქვათ გაბრაზებთ თქვენ, მაგრამ თქვენც ახლა ისეთი ხართ რომ კი პასუხსაც გასცემთ ძალიან მაგას რა, მაგის საქციელებს, მაგრამ თქვენ ახლა ხო გეუბნებით თუ ეს ადამიანი აი მიიღებს თქვენს წესებს, მოდით ასე ვთქვათ, თქვენს წესებს თუ მიიღებს, ხო? და გამოვა და ელუზია და აიღებს გაკვეთილ, აი თუ ეტყვის უარს, всё. თუ გაწელა. ვერ აიტანთ. თუმცა თქვენ გაგდიდი იმედი იმისი, რომ შეიძლება თქვათ, ახლა ნუ აი ჯერჯერობით შეიძლება ხართ იმ ენერგიაში, რომ აი რა ვქნა, რა გავაკეთო და მე მინდა ამასთან ვიყო და როგორ ვიმისა, რომ კარგი ბევრი სასიამოვნო მომენტები გაქვთ თქვენ, მაგრამ კარგი ბევრი ისეთი ცუდი მომენტებიც გაქვთ რა. ნუ გამოხვალთ ამ სიტუაციიდან, თქვენ გამოხვალთ ნამდვილად და უეჭველი თქვენ ახლა იმას, რაც თქვენთვის არ მოაქვს ბედნიერება, თქვენ ამას დახურავთ. და გადახვალთ ვაფშე სხვა ენერგიებში, სადაც თქვენ გაფასებენ და არა წამავენ რა. მაგრამ ნუ ხოდაშორის ამ დროს თქვენ რო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ხო? აი აქ შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ ეს ადამიანი მაშინ დაბრუნდება და გეტყვის, რომ მე მზად ვარ ყველაფერს შენთვის რა, მე შევიცვალე, მე შენს გარეშე არ შემიძლია, შენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ, მე აბსოლუტურად ყველა გაკვეთილები გავიარა. შეიძლება მოხდეს როგორი მომენტი, იცით, აი დაუშვოთ ახლა თქვენ რომ თუ გადაერთეთ, ანუ მე არ გიბიძგებ თქვენ რომ არიქა და ახალი ურთიერთობებში წადეთ, მაგრამ ეს ასე არის რა, ზოგჯერ როცა შენ ნამდვილად თუნდაც ანუ როცა შენ ზიხარ სულ და ფიქრობ ადამიანზე, როცა ადამიანი არ მოქმედებს, ადამიანი არ უნდა რომ შეიცვალოს, იმიტომ რომ ნახეთ ადამიანი შეიცვლება მხოლოდ იმ მომენტში, ნუ მაშინ როცა მას თვითონ უნდა რომ შეიცვალოს, შენ ახლა რაც გინდა ის გიქნია რა. შანსი არ არსებობს რომ აი მე მინდა და ჩემთან თუ გინდა იყო და შენ უნდა შეიცვალო. არ მუშაობს ეგ პირიქით ადამიანი გაიქცევა, ჩაიკეტება, არც გამოვა კავშირზე რაღა, ნუ კაროჩე თელი ისტორიები რა. მაგრამ თუ თვითონ იმ ადამიანისთვის შენ ნამდვილად ძვირფასი ხარ, ხო? მაგ შემთხვევაში ადამიანი დაფიქრდება, რომ აი მე ხო მინდა ამასთან ვიყო, ხო? ესე იგი მე ხო შეიძლება რომ ჩემში იყოს რამე პრობლემა და ჩავიხედო ხა ჩემს გულში იქნება მე რაღაც ვერ ვაკეთებ, რაღაცას სწორად ვერ ვიქცევი, ან ვერ ვაკეთებ რამეს სწორს, ხო? აი რა მჭირდება, ხო? ვისაც მატრიცები გაქვს, ჩაიხედეთ, ახლა უკვე უამრავ ადამიანმა გააკეთა ჩემთან ბედის მატრიცა და უკვე მოსწავლეებიც არიან, ვინც თვითონ სწავლობენ, ანუ დაინახეთ ის პრობლემები, რაც თქვენ დაუშვათ ახლა გიშლის ხელს, ხო? და მე კიდე არის ის მომენტი, როცა ჩვენ ახლა დაუშვათ აი ადამიანი ახლა მე კი არ გეუბნებით რომ თქვენ განგებ აეჭვიანო თქვათ ადამიანი, არა, მაგრამ როცა შენ უკვე არ ეჯაჭვები და ხტები, ნუ არ გამოდეს კავშირი, არაფერი არ ხდება, არაფერი და თუნდაც აძლევ შენ თავს უფლებას რომ იფიქრო და ხო შეიძლება რომ ჩემ ცხოვრებაშიც იყოს ესეთი სიტუაცია და ესეთი ადამიანი, ვინც მე გამაბედნიერებს, ეს ხოთშო ძალიან კარგი ბიძგი არის.
იმისთვის რომ იმ ადამიანმა, თქვენმა პარტნიორმა თქვათ, ვინც თქვენ გულს გტკენს, ეს ენერგია დაიჭიროს რა, დაიჭერ ჩვენ ერთმანეთს მარტო ენერგიებით ვკითხულობთ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად აქ არის ენერგია, ხო? და ამიტომ ეს ადამიანს ამ ენერგიას დაიჭერს, ამ ენერგიას რო დაიჭერს, ეგა მერე უკვე მიხვდება რომ რაღაცა აქ ისეთი მომენტია, შეიძლება დავკარგო და ჩვენ ხო გვაჩვენა როგორი ძვირფასი ხარ და მნიშვნელოვანი ხარ მაგისთვის, ხო? ასეთი ახლა ადამიანი, ნუ ბოდიშით ახლა ყველას არ ხვდება, ხო? და შეიძლება აი ზუსტად ეს იქნება გარდამტეხის პერიოდი მაგისთვის და სიტუაცია რომ იგრძნობს რომ თქვენი ენერგია აღარ მიეწოდება, როგორც აი კისლოროდი ხო ავანტყოფოში რო არიან, ხო? ხო აჩვენებს ჟანგბადს. ეს ჟანგბადი თუ არ მიეწოდება ადამიანი всё იგუდება. აი ეგრე არის ენერგია, თქვენი ენერგია თქვა თუ იგრძნო რომ არ მიეწოდება, მერე უკვე მიხვდება რომ რაღაცა ხდება, რაღაცა შეიძლება სხვა ხო არ აყავს, აი ეს ეჭვიან მე თქვენ გეუბნებით, ეხლა გითარგმნით და ასე ვთქვათ, ეხლა მიწიერ დონეზე ეს რაც ხდება შეიძლება სულების დონეზე, ხო? ანუ ესე იგი ადამიანი გრძნობს რომ რაღაც ვერ ვიჭერ მე ეხლა ენერგიას რაღაცა ის სიცარიელეს გრძნობ რომ რაღაცა თითქოს აი ჩვენ ხო იმ დღეს ვილაპარაკეთ იმაზე აი თქვენ წარმოიდგინეთ რომ თითქოს აი დადეს თქვენი პარტნიორი აქ და თქვენ მაგას გრძნობთ თქვენს იგივენაირად თქვენ როცა მასზე ფიქრობთ ხო იმიტომ რომ ეს თქვენზე ფიქრობთ ამ ფიქრობს იმიტომ თქვენ გრძნობთ რომ აქ ტრიალებს ხო და როცა თქვენს მასზე ფიქრობთ იმასაც ეგრე აქვს ზუსტად იმან ისეც ხდება რომ აი ეს რაღაც აქ არის ჩემთან და ამით იყვებება ეს ადამიანი თქვენი ენერგიით მაგრამ როცა თქვენ უკვე გადაერთობთ სხვა რამეზე ან სხვა ვინმეზე მე კიდევაც არ გიბიძგებ თქვენ თუ გიყვართ ახლა ვიღაცას თქვათ ახლა ну თუ თქვენი ქმარი არ არის დაუშვოთ თქვენ მაგ შემთხვევაში თავისუფალი ხართ რა თქმა უნდა და შეგიძლიათ თქვა სხვასაც შეხვდეთ ხო მაგრამ ეს ენერგია უკვე არის ნიშნულოვანი იმისათვის რომ ეს იყოს მისთვის ბიძგე ეგრევე რომ ვკარგავ და თუ მართლა ძვირფასი ხარ და თუ მართლა მისე აი როგორც ჩვენ კარტი აგვიხწერეს თქვენი სიტუაცია ის აუცილებლად გამოჩნდება და აღიარებს რომ არა მე მხოლოდ შენ მჭირდები როგორც ხაერი და მე მინდა შენს გვერდით ვიყო და უკვე ანუ ესაც უკვე იმას ნიშნავს რომ ადამიანმა რაღაცა ტრანსფორმაცია გაიარა თუნდაც მიხვდა თავის მინუსებს მიხვდა იმ მომენტებს რასაც არ აკეთებდა თქვა სწორედ და ანუ უკვე ხდება აქ რომ მარტო ჩემ თავზე კი არ უნდა ვიფიქრო მე როგორ ვიყო კარგად იმასთან რადგან მე ვარ ურთიერთობაში უნდა იმაზეც ვიფიქრო რომ ისაც როგორ უნდა ვასიამოვნო მე რა რომ ანუ ნორმალური კარგი ეს ენერგიის გაცემა რო ყოფილი ნუ იყოს რა ეს მნიშვნელოვანი არის ძალიან რა ნუ ჩვენ სულ სწავლობთ რაღაცებს ვიცით ჩვენ ხო ნუ მე როგორც ყოველთვის გისურვებ თქვენ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს